ის რაც დღეს უნდა გაგაცნოთ, ძალიან დაგამწუხრებთ ალბათ სავარაუდოდ ადამიანების უმეტესობას და ძალიან გაგახარებთ ასევე ალბათ ადამიანების უმეტესობას, რადგან დარწმუნებული ვარ, აი ასეთი შესაძლებლები, მოდი ასე ვთქვათ. მე ამას პირადად ჯეკებს ვეძახი. USB პორტები, ასე ვთქვათ, მსგავსი რაღაცები, ბევრჯერ შეგხვედრიათ სახში, ჩაგეთვლიათ, რომ რაღაცა ზედმეტია, ხლამია და გადაგეყრიათ. თავი გავანებოთ იმას, რომ ამებში მოოქროვილი კბილებია. თვითონ აი ამ ხაზებში, აი ამ კაბელებში სპილენზია, მეგობრებო და სპილენზი მსოფლიო ბაზარზე, მსოფლიოში თვითონ როგორც ნედლეული ძალიან დიდ დეფიციტშია და აგერ უკვე რამოდენიმე წელია მისი ფასი კილოზე 20 ლარზე დაბლა არ ჩამოსულა, ასე რომ უბრალოდ სპილენზის ფასი რომ ავიღოთ, თვითონ ამას აქვს დიდი ფასი. ეხლა განახებთ ერთ რამეს კიდე. ნახეთ. გარდა იმისა, რომ როდესაც თქვენ ამ კაბელებს აგდებთ, რომ შეიძლება უბრალოდ აგდებთ სპილენზის კაბელს მოოქროვილი კბილებით, ამ სპილენზის კაბელებს გარედან აი ასეთი ვერცხლის ბადეები აქვს გადაკრული. ანუ ეს უთა ვერცხლი არ არის, ეს ახლა არის სპილენზი გარედან მოვერცხლილი, რომელზეც ამ ვერცხლის მოხსნა ძალიან მარტივია. ვერცხლის მოხსნა არის უმარტივესი პროცესი და ვერცხლის აღდგენის პროცესი ასევე უმარტივესი პროცესია. უბრალოდ არ დამიგროვდა ახლა რაღაც ნიუთები, რომ გაჩვენოთ რამდენად მარტივია ვერცხლის მოხსნა და რამდენად ლამაზია მერე ვერცხლის აღდგენა. პრინციპში არანაირი ხარშვა და დუღილები არ ჭირდება, მხოლოდ რაღაცა ესეთი რამეები ჭირდება, რითაც სახშიც შეძლებთ ვერცხლის აღდგენას. მოდი ახლა დღეს ამას არ განვიხილავ, ამას თავს გავანებებ. აი ესეთი ბადია ამას მე ახლოდანაც განახეთ, მაგრამ ახლა უბრალოდ გაჩვენებთ აი ასე ჯეკებში, კომპიუტერის პორტებში და მსგავს რამეებში სად არის, სად იმალებიან მოოქროვილი რაღაცეები და ამის მერე გაითვალისწინოთ ხოლმე და არ გადაყაროთ რა. არ გადაყაროთ. ახლა ამას დავხსნით თქვენ თვალწინ და უცებ გაჩვენოთ. ახლა ამით კი ვერ გამდიდრდები, მაგრამ 1000 ცალიანდენით ნამდვილად იშოვნი დაახლოებით 1000 ლარს მაინც. ან შეიძლება უფრო მეტსაც იშოვი. ასე რომ ახლა დამელოდეთ, კამერას მოვატრიალებ, დავცხოთ, დავშლი, უყურეთ და ნახავთ თქვენი თვალი დარწმუნდებით, რომ ამებში ნამდვილად არის სასარგებლო მოოქროვილი კბილები. ასევე არსებობს, მეგობრებო, აი ასეთი პორტებიც, მოდი ახლოდან განვიხილოთ ყველაფერი, რომ თავგზა არ გიქნათ, კარგი? პარემ რახან აქვიხართ, გადადით ჩვენ YouTube არხი გამოიწერეთ, რა ვიცი, მოგწონეთ, მიაზანზალაკეთ და ძალიან გაგვიხარდება, მე და გაბრიეს მადლობა. მოკლედ, სახეზე გვაქვს მანამ ასეთ რამეზე მუშაობას დაიწყებ და საერთოდ აუცილებელია დაიმახსოვრეთ ფეხები გაშალოთ მხრების სიგანეზე და კისერი გქონდეთ გასწორებული, თორე ისე არაფერი არ გამოვა. ხელი შეგეშლებათ. რა თქმა უნდა ხუმრობ. მოდი ახლა ამას წავაკონებავ, რომ ასე ვთქვათ, ხელი არ შეგვიშალოს. მარტივად, ნახეთ, ჯეკია, აი ნახოთ, შიგნით ჩავიხედოთ, ჩავიჭიდოთ, რომელშიც მოოქროვილი ყვითელი კბილები ჩანს. დავასწოროთ ყველა ფოკუსი. აჰა, დავოთ. ახლა ეს უცბად დავშალოთ. ხელი არ შემიშალა რამე რომლებმა და ადვილად შევძელით დაშლა, ზოგჯერ ისეთი მუტალი ხდება ხოლმე აი ამ ერთი ბეწო რაღაცის გამოშლა, რომ დაგაგლიჯავს ნერვებს რა, კაცსა რა. ცოცხლად, ესე იგი, ცოცხლად დაგაგლიჯავს ნერვებს და. აჰა, ბოდიშით. მოვაცალეთ ეს რაღაცა დამცავი. და მივედით პლასტ მასამდე. მოკლედ, ახლა ამ პლასტმასაც რამენაერად მოვტეხავთ. აჰა, და ვუალა, დააკვირდით. თქვენს თვალწინ გაყოფილა შიგნით. დააკვირდით როგორი ფერი აქვს ლამაზი, ოქროვილი. მეგონი კარგად აღიქონს, დღეს რაღაც ჩემი ტელეფონი კარგად მუშაობს. აი ესეთი
ხელის გულზე უფრო ხო, აი ნახეთ. ხედავთ როგორი მოოქროული რაღაც იმალება თურმე შიგნით? ახლა გულახდილად თქვით, რამდენს გადაგიყრიათ ამნაირი ჯეკები. დღეს ამას იქეთ არ გადაყაროთ. ეს ერთი. ახლა თვითონ USB პორტი, ასე ვთქვათ, შემავალი რო არის რა, რაცხა. ესეც მოვაკონეტოთ რომ ამაშიც ასევე აი ეს საყვარელი ლამაზად ჩათიკტიტებული კბილები როა. ესენის მოოქროულია მეგობრებო. ახლა ვიგაჩვენებთ თუ სად და როგორ არიან ეგენიც. აი ესე არის რა. ჩვენ ქართველებს რატომღაც გონია რომ ერთმანეთს გავაღარიბებთ თუ ერთმანეთს ვასწავლით რაღაცა ფულის შოვნის გზებს. თავიდან როდესაც ამის კეთება დავიწყე, იყო ჩემთან ჩაბირჟაობები, ჩაცუცქობი და რამეები ვიღაცებისგან და იმათ არიციან 90-იან გამოვლილებს. როგორი მენტალური მდგომარეობა გვაქვს და ძალიან მარტივად მოუგვარდით და ძალიან მარტივად მიხვდნენ იმას, რომ მე ვარ ადამიანი, რომელსაც უბრალოდ TikTok და Facebook ვერდი არ მაქვს. და რომელსაც მეც ჩემი გური ბექაპი გამაჩნია. აჰა, ეხა ამას უფრო მოვაცი. ისედაც თვალსაჩინოთ არის უკვე, მაგრამ მაინც მოვაცლი, რომ კიდევ უფრო მეტად თვალსაჩინო იყოს, მეგობრებო. ნუ რაც გამოჩნდა. აი, მოძვერი ხა, ამდენი ხანი უნდა გეჩალიყო. ნუ ზოგჯერ ესე დაგატყალჟებს ნერვებს. არ მიყვარს რა ზედმეტი რაღაცეები რო აქვს. ვაკეთებ უნდა გამოჩნდეს. აჰა. ესეცას. ნუ ორი კბილი მომტანა, მაგრამ არა უშავს. დავაკვირდეთ თქვენს USB პორტსაც. ხედავთ მეგობრებო? სად არის რა ლამაზად არის თუნდაც მოოქროვილი კბილები ჩამალული? აი. ჩანს ხო, კარგად, ლამაზად. აი. ხელის გულზე შევადაროთ. აი, ასეთი რაღაცეები გადაგიყრიათ თქვენ ხშირად, იმიტომ რომ ჩაგითვლიათ რომ საჭირო არ არის. თუ ჩვენ მოვატეხთ აი ამ ორ კბილს, მოვატეხთ ასევე აი ამ კბილებს. აი ასე. მერე დავიყრით ხელის გულზე და გავაკეთებთ ამის მასშტაბში წარმოდგენას. ლიანობაში ნახეთ როგორი ლამაზია და სუფთა კოპწია. მივხვდებით რომ ბევრი ასეთი სისულელე გვიქნია და გადაგვიხრია. მე ახლა მაქვს ჩემი მეჯიკ ჭიქა. სადაც ნელ-ნელა ვაგროვებ აი ასეთ კონტაქტებს, აი აქ ხრია. ამათაც აი ამ ლამაზ ოქროს კონტაქტებსაც აქ ჩაუძახებ და მე აზოტი თქვენ თვალწინ ამასაც გამოვწავ. ნუ შეიძლება ამასში კიდევ უფრო სიღრმისეულად ჩაძრომა და ამას ვაპირებ კიდეც, ამე თუ შესაძლებელია მათში კიდევ რამე დარჩა. ეხლა აი ასეთი ჯეკები, ნახეთ კომპიუტერებს რო აქვს, უამრავია ხოლმე. ხშირად აქაც არის ხოლმე მოოქროვილი, მაგრამ ხშირად არ არის. ეხლა ამაში მაგალითად რომ ჩავხედე, ნუ ეს უფრო თანამედროვე ვარიანტი როა. თანამედროვე ვარიანტში მაინცსა და მაინც აღარ იხარჯებია მაღალ ტექნოლოგიური რაღაცეები. ესეთი მოოქროვილი რაღაცეები, აჰა, უბრალოდ ისე აღარ გავაშიშვლო, გაჩვენებთ. მაგრამ ძველ ასეთებში, ძველ აი ამნაირებში ასევე არის მოოქროვილი რაღაცეები. ნუ ამაში არ არის თეთრია, ხედავთ? თორე ბევრი ასეთი არის ასევე მოოქროვილი კბილები. ასევე აი ამეებში. აი აქაც ნახოთ ახლა ამის დამტვრობას თუ შევძლებთ მარტივად. ესეც მარტივად ხდებიან ხოლმე. ხო, აი ნახოთ. ხო, აჰა, აი. ნახეთ ასევე აი ამეებშიც. აი ეს პაწუკა რაღაცეები. ესენიც ასევე მოოქროვილებია ხოლმე, მაგრამ ეს ამ შემთხვევაში რაღაცა ღარიბ კომპანიას ეკუთვნის და სამწუხაროდ არ არიან მოოქროვილები. ასე რომ ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება რა გაქვთ და არ დაგაუწდეთ. ფეხები მხრების სიგანეზე და კისერი გასწორებული და
წავიდა მოძრაობა, დიმტორი, დამტორი, აბა, ჩემი უმორს კაცშული ვერ გაიგებს გარდა ჩემი ძმებისა. ხო გაიგეთ, მაგრამ არა უშავს, გადალიანს კარგად გაიგეთ. ვისი თქმა მინდოდა აი ამ კაბელთან დაკავშირებით. შეხედეთ. გარდა იმისა, რომ თქვენ როდესაც ამას აგდებთ, ამ ჯიგარში არის სპილენძი, როგორც უკვე გითხარით და სპილენძი დღესდღეობით ძალიან ძვირია და ძვირად ფასობს. გარდა იმისა, რომ არის ხოლმე სპილენძი, მადლობა ბატონო ფუსფუსი, თქვენ წარმატებით გაართვით თქვენს დაწესებულ მოვალეობას. გავცალოთ. შეხედეთ რა არის. ხედავთ რაზე გესაუბრებით? გასწორე ფოკუსი ჩემალა, გასწორე ბლიან. აჰა, აგე ნახეთ, ხედავთ. როგორი ბადეა გადაკრული? ამ ბადის შიგნით კიდე ფოლგაა. ამ ფოლგის შიგნით კიდევ სპილენძია ჩამალული, აი ამის შიგნით უკვე სულ სპილენძის მართულებია ამის შიგნით. თვითონ თავად ეს ბადე, აი ეს ბადე ეხლა რაც გაჩვენეთ. ამას ხშირად თეთრ სპილენძის უწოდებენ ხოლმე, მაგრამ თეთრი სპილენძი კი რა სივრამდვილეში აი ასეთი მოვერცხლილი სპილენძის დამცავი ბადეა ორმაგი იზოლაცია. ასე რომ ჭკვიანები იყავთ, დაკვირვებულები იყავთ და ყველაფერს ნუ გადაყრით ხალხო. ყველაფერში იშოვნება ფული. თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ რეებში იშოვნება ფული. მოკლედ, მომიწონეთ ჩემი გვერდები, არ დაგენონეთ ის რაღაცა ვარსკვლავები, მონეტიზაცია ჩამოთვით წეკემბერმა. ჭკვიანები იყავით და დაკვირვებულები, კითხვებისთვის მომართეთ არ მეზარება. თუმცა იმდენი კითხვა მოდის ყველას ისე სწრაფად ვერ პასუხობთ, როგორც თქვენ გეჩქარებათ ხოლმე და ნუ გაბრაზებით ხოლმე. მადლობა, კარგად.